ძალიან ლამაზია. ამ მოტოციკლს წარდგენა არ ჭირდება M1000RR. აი, საოცარი რამეა, ულამაზესი. მოგესალმებით, ჩემო ჩაფხუტიანო მეგობრებო. დღეს მინდა გაჩვენოთ ძალიან ბევრი მოტოციკლები. ისეთი აღფრთოვანებული ვარ, რომ აღარ ვიცი უკვე საიდან დავიწყო, უკვე ბევრი კადრი გადავიღე და იმებსაც გაჩვენებთ. ეხლა კი წარმოგიდგენთ GS, აი რომელიც ძალიან ლამაზად გამოიყურება, ძალიან კარგი მოტოციკლია. იდეაში ეს არის სამგზავრო მოტოციკლი. აი ამით უნდა იმგზავროთ და არა იმით, რითიც მე დავდივარ. ის ძალიან დიდი პლუსია ამ მოტოციკლებს, რომ ძალიან ბევრი ბარგი შეგიძლიათ დატიოთ, კომფორტულად იაროთ, უგზოობაში თუ მოხვდებით, იქაც ძალიან მარტივად გადაიაროთ. ჩემ ბაიკს ძალიან ბევრი მინუსი აქვს მოგზაურობასთან დაკავშირებით, რადგან არ არის ის სამოგზაუროდ, ის არის სპორტ ბაიკი, მაგრამ იმდენად მიყვარს და იმდენად მომწონს, რომ ამ ყველანაირ დისკომფორტისთვის მზად ვარ და მაინც მაგით დავდივარ სამოგზაუროდ. ჯერ მხოლოდ ორ ქვეყანაში ვარ დამყოფი, შეგახსენებთ, ვიყავი თურქეთში და ვიყავი სომხეთში, მაგრამ გაზაფხულისთვის ძალიან მაგარი ტური იგეგმება და თვალიადევნეთ ჩემს YouTube არხს, გამოიწერეთ გვერდი აუცილებლად, დაალაიქეთ, დააკომენტარით, იაქტიურეთ და მაგ ყველაფერს იხილავთ ძალიან მალე. პოლიციის მოტოციკლები აი ესე გამოიყურებოდა. ეს რომელ წლებში იყო, სუსტად ვერ გეტყვით, აქ თუ წერია სადმე, მაგრამ ეხლა გაჩვენებ თუ როგორ იხვეწებოდა ჩაფხუტის დიზაინი 1995 წლიდან მოყოლებული 2023 წლამდე რამხელა სხვაობაა, რა პროგრესი განიცადა ჩაფხუტებმა, ასევე არის საწვავის აბზების დიზაინი, როგორი იყო და როგორ განვითარდა და დღესდღეობით როგორ ვიზუალზე გამოიყურება. შეხედეთ უბრალოდ რა სილამაზეა. აი, ძალიან უცნაური და განსხვავებული მოტოციკლი. არ ვიცი ამაზე რა უნდა თქვა, არანაირი ინფორმაციას არ ვფლობ. რა არის, რისთვის არის, რატო არის, რომელ წელს არის გამოშვებული, მაგრამ ძალიან განსხვავებული და ლამაზი დიზაინის მოტოციკლია. ძალიან ლამაზია. ამ მოტოციკლს წარდგენა არ ჭირდება M1000RR. აი, საოცარი რამეა, ულამაზესი.
როგორი სილამაზეა შეხედეთ უბრალოდ დიდი ალბათობით ესეთი იქნება ჩემი შემდეგი მოტოციკლები ულამაზესი I did know a guy and he was a BMW guy. აი ესეთ მოტოციკლს პირველად ხედავ თქვენ თუ გაქვთ ნანახი ან რა არის ან რისთვის არის ან რომელი მოდელია ესე გამოიყურე როგორი დახვეწილი და როგორი ლამაზია ვერ აგიხსენებთ ალბათ ვიდეოში საერთოდ იმის ნახევარიც არ ჩანს რაც რეალურად არის თანამედროვე სანტები უკვე მარხილიდან M4-ზე გადასხდნენ აი ესე გამოიყურება აბა რამდენს გეცნობათ ამ მანქანის ვიზუალი ეხლა ვიმყოფებით Mercedes-ის შოურუმში რომელიც არის მე მგონი მსოფლიოში ყველაზე დიდი შოურუმი და რა უნდა მუსოდ ვარ წარმოსული ეხლა უბრალოდ წავედით ახლა რაღაც ავტომობილებს დავათვალიერებს და გავაგრძელებთ გზას. დაახლოებით 10 წუთი დარჩა დაინესის მაღაზიის დაგეტოვამდე და აი ვირბინეთ აქამდე რომ მოსულიყავით ეს რო არ მენახა არ შემეძლო 10 წუთში რასაც მოვასწრე დავათვალიერებ და მე ალბათ გეტყვი დაიკეტავა. ანუ ხო ყველაფერი ძალიან ლამაზი და ძალიან კაია, მაგრამ ისეთი ფასებია რომ აი არ ვიცი ძალიან ბევრი ათასები უნდა წამოვიღოთ აქ რომ რამე შეიცინოთ. Hold me close till I get up. Time is barely on our side.